ეს არ არის ფინანსური რჩევა, ეს არის ჩემი შეხედულება მარკეტზე, უბრალოდ ვაკეთებ მარკეტის ანალიზს, არაფერს არ ვყიდი, ამიტომ უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ. ასევე ბევრი დამწყები ტრეიდერი ამას ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ეს არის order flows ტექნიკები, ვინც order flows ვაჭრობთ, ისინი უფრო მიხვდებით ამ ყველაფერს. არა უშავს თუ ვერ მიხვდებით, მალდევდებ საგანმანათლებლო ვიდეოებსაც. მადლობა ყურადღებისთვის. მოგესალმებით ყველას, დღეს განვიხილავ როგორ გავხსენი ტრეიდი. მოგესალმებით, დღეს გავაკეთებ მარკეტის ანალიზს, როგორ გავხსენი ტრეიდი და როგორ მოვიგე $352, აქ ფულს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, აი ეგ არის. ახალი მეთოდი იტესტება, ჯერ ამაზე არ ვილაპარაკებ, უბრალოდ მარტივ ენაზე აგიხსნით რა მოხდა, ვინც order flows ვაჭრობთ, იმიტომ რომ ბევრი მწერდა Instagram-ზე, ბევრს დაინტერესდა order flow-ი და განახებთ ხა როგორი ვაჭრე, ვინც იცით order flow და ვინც ერკვევით, მიხვდებით რაზე საუბრობ. დამწყებებს საერთოდ თქმა უნდა, დამწყები ვერ გაიგებთ, მაგრამ მაგასაც მაგაზეც ვიდეოებს დავდებ YouTube-ზე, მაგრამ თუ უბრალოდ სწავლა გინათ, შეგიძლიათ შემოხვიოთ Discord-ზე, მიდევს ვიდეოები, მიდევს PDF ვერსიები მარკეტის მექანიკაზე, ტერმინოლოგიაზე და ასე შემდეგ. ამიტომ არაფერს არ გადაიხდით რა. პირველ რიგში ვიყენებ volumes, cash სესიის volumes. ეხლა ამ volumes-ზე ახსნას არ დავიწყებ ლექციის ახსნას და რაღაცა. მაგრამ ვიყენებ New York-ის სესიის volumes, ანუ cash volumes ეძახით ჩვენ. cash სესიის volumes. და ეხლა რა ხდება? ველოდები რომ პირველი 15 წუთიანი სანთელი დაიხუროს, როგორც გაიხსნება New York-ი, ანუ ეს სანთელი და ნიშნავ maximums და minimums, ანუ highs და lows ამ სანთლის. შემდეგ გადავდივარ 5 წუთიანზე. ველოდები 5 წუთიანის გატეხვას. და ეხლა განახეთ რაც გულისხმობ მაგაში. ძალიან ბევრი ნახაზი მოგვივიდა. ოკეი, მოდი ეს. აქ გჭირდება. არც ეს და ხო. როგორც ხედავთ, 5 წუთიანი მოსათვლელი მაგატეხა ეს მაქსიმუმი. დაიხურა მის ზემოთ. ოკეი, ეს კაის ნიშანი და ხარ ასე ველოდებით მარკეტზე რო დავინახოთ მყიდველები. აბასავთ ხედავთ მყიდველს, ხედავთ ამ ადგილზე. ხა ეს რა არის? ეს არის ინდიკატორს. დავუძახებთ ამას, ეს სხვა რაღაცა არის. ეს არის ნამდვილი ორდერები, რაც მოძრაობს მარკეტზე და რამდენი ფული შემოდის მარკეტზე. ამ ინფორმაციას ვყიდულობ ჯერ My Finance Futures-ი მაძროს ამის ინფორმაციას, მაგრამ ვინც არ იყენებთ Finance account-ებს, შეგიძლიათ იყიდოთ DexFeed-დან და რამდენიმე კიდე feed connection-ის პლატფორმებიდან. ხო, მე DexFeed-ს ვიყენებდი ისედაც, მაგრამ სხვებზე არ ვიცი ვერ გეტყვით. ერთი არის Denali ქვია, მაგიდან შეგიძლიათ იყიდოთ ინფორმაცია, CM-ის ინფორმაცია, ხო. მოკლედ, აქ ხედავთ ხა რა, ხედავთ რამდენი კონტრაქტი იყო მთლიანად ამ სანთელში. მთლიანად გამყიდველი ერთიანად, აქ რამდენი სხვაობა იყო, რამხელა სხვაობა იყო მყიდველსა და გამყიდველს შორის და აქ რამ პროცენტულობით იდეაში ეს უნდა გაიყოს ამაზე რამდენი კონტრაქტი იყო და აქ ავტომატურად გიჩვენებს ხა რაზე იყო, როგორ იყო, რამდენად იყო, ეგ არ ვიცი და არც გვაინტერესებს, მაგრამ 10%-ის ზემოთ უკვე ვალიდურია, ანუ ყიდვა იქნება თუ გაყიდვა, ამიტომ როგორც ხედავთ, ამ ადგილზე როგორც ეგ გატყდა ეს სანთელი იყო 11%, ანუ კაის ნიშანი იყო. აქედან ტრეიდი გავხსენე წუთიანზე. როგორც breakout ქონა, როგორც ხედავთ, 23% იყო 1.3 კონტრაქტი, მყიდველის მხარეს, ანუ ძალიან დიდი სხვაობა იყო მყიდველსა და გამყიდველს შორის, ანუ ძალიან ბევრი მყიდველი შემოვიდა, მაგრამ ეხლა არ ვფიქრობ, რომ მარტო მყიდველი იყო შემოსული და ასე იყო და ისე იყო. ყველა მყიდველს შეიძლება გამყიდველი, ხა საპირისპირო მხარეს თუ არავინ იყო, ვისგან იყიდეს მყიდველი, ან გამყიდველი. მაგაზე მე ვილაპარაკოთ, მაგას ალპე ვიდეოები შევწერ, ძალიან კაი ვიდეოები წამოვა YouTube-ზე, ყველაფერი უფასო რა თქმა უნდა, არაფერი არ მჭირდება რა ვიცი, თვეში ერთხელ არის ხოლმე უბრალოდ ჩვენთან ეს ჯგუფური სწავლება, რადგან არც ცეცხლის ფასი არ ადევს არაფერი, მაგრამ ინფორმაციას მიიღებთ, შეუდარებელი იქნება, იმიტომ რომ ასე რამე, არ ვიცი, სხვაგან თუ ისწავლით. კი ბატონო. ხო. მაგაზე გეტყვით ხა მის ფასი გაინტერესებთ, ჯგუფური სწავლების ფასი იქნება 5 კაციანი ჯგუფია ხოლმე და 350 არის ერთ კაცი, ამიტომ ხო. მაგაზე თავს არ მოგაბეზრებთ, მაგრამ რო იცოდეთ მაინც. ოკეი, აქედან შევედაახლოებით, stop loss მეყენა ამის ქვემოთ, დაახლოებით აი ამ დიაპაზონში 60 ტიქზე დაახლოებით და ტარგეტი იყო ამ ადგილზე 1 და თითქმის 3. მოკლედ აქ მოვიგე დაახლოებით $200 $200 მოვიგე, მაგრამ
დილით ლონდონზე გავხსენი პატარა ტრეიდი ვიყავი და ახლა $200 მოგებაში, მაგრამ არ დავხურე. Targetს არ მიარტყა და არ დამიხურია. ჩამოვიდა break-even-ზე, არც მაშინ დავხურემ და stop loss მიარტყა და წავაგე დაახლოებით $70. ხო, და ამ მოგებამ დაფარა ის წაგებაც და ეხლა რა ვქენი ამ ადგილზე კიდე. აქ გავხსენი მეორე ტრეიდი, ახლა გავხსენი მეორე ტრეიდი, მაგასაც განახებთ. მოიწოთი. აი, გავხსენი მეორე ტრეიდი, ახლა ეს რა არის? ამას ქვია დასტაკული იმბალანსი. ეხლა როგორ უნდა აღმოვაჩინოთ იმბალანსი მარკეტზე? ნუ პირველი ინდიკატორი არის ამის. პრო footprint-ი. პროცენტიკებში გადავალ და ნუ აქედან უნდა შეცვალო ინფორმაცია. ფერები ერთად იგივე მნიშვნელობა არ აქვს, იმბალანსი და მინიმალური სხვაობა, იმბალანსი ერთი უნდა იყოს და ნულების უნდა ჩაითვალოს. ამას დავაკლიკებ და როგორც ხედავთ, ნუ აქ არის ცისფრად და აქ არის უფრო ღია ვარდისფრად არის. ხო, და როგორც ხედავთ, ეხლა როგორ უნდა შეადარო ესენი. ეს 14 კონტრაქტი უნდა შეადარო ქვემოთ ამ მხარეს. ესე ერთ დიაპაზონზე არა, ქვემოთ რაც არის, ანუ ამას უნდა შეადარო და როგორც ხედავთ, ანუ რამხელა სხვაობა არის 14 კონტრაქტი და ერთი კონტრაქტი, 53 კონტრაქტი, 0 კონტრაქტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ იყო იმბალანსი, ავიღებთ ამ toolbox, შეგიძლიათ არ დახაზოთ, просто ვიცოდეთ რომ აქ არის იმბალანსი, ერთი ტიკით ზემოთ, ერთი ტიკით ქვემოთ. როგორც ხედავთ, შემოვიდა ფასი ამ ადგილზე, აქაც იმბალანსები იყო. მანდა რა გააკეთა მარკეტმა? ნუ ზემოთ წავიდა დაახლოებით. აქედან გავხსენე ტრეიდი ამ ადგილზე, stop loss-ი ნუ სანთლის ქვემოთ. და აქ დაახლოებით უკვე მოვიგე $200, ხო? ამ მნიშვნელობა აქვს. დღეს მოგება იყო $342. მოკლედ. ამის ვიდეოებში შემოგთავაზებთ. თავარია დავინახო აქტიურობა ხალხში. აქტიურობაში გულისხმობ უბრალოდ ნახვები YouTube-ზე და ლაიქები, სხვა არაფერი არ მაინტერესებს მე. მოკლედ, ეს მოგეწონათ ვიდეო და რაღაცა ახალი გაიგეთ, ან გაიგეთ, просто უყურებთ. ნუ და ლაიქ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მოკლედ. კიდე დავდებ ასეთ ვიდეოებს, თავარია, მოგხარით. დავინახოთ თქვენგან აქტიურობა და ნუ თუ ისაც სრული გაქვთ order flow ისწავლოთ, მაგასაც დაწერეთ ეგრეს და შემოგთავაზებთ თვითონზე. ეხლა აქ არ ამიხსნია ვოლიუმი რა არის, ხო? და როგორ შეიძლება ეს ვოლიუმის ინდიკატორი გამოიყენო? ან ეს რა არის ქვემოთ როგორ უნდა გამოიყენო? ნუ ამ თუნდაც ეს რა არის? რეცეთი წავიდა ისა წავიდა. აქეთ აქვს რა თუ ვწდები. ეს როგორ უნდა გამოიყენო ეს რა არის? ან VWAP რა არის? WWAP რა არის, ხო? და მოკლედ ბევრი ინდიკატორია და ბევრი ხელსაწყოა რაც შეგიძლიათ აქ გამოიყენოთ. თავარია, მოკლედ თქვენ აქტიურობა დავინახოთ კიდევ ერთხელ ვახსენებ ამას, ამიტომ გელდებით შემოვიდეთ Discord-ზე და კითხვები კიდე Instagram-ზე ან კომენტარებში და ჩვენ თქვენიც დროებით.